დილა მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებათ თქვენი 39 სიცხიანი დოდონა, როგორ ხართ, რა შვებით? ფაქტობრივად 2 დღე ჩაგვივარდა, იმიტომ რომ მე გასული ვარ სამყაროდან. თუმცა ნელ-ნელა იქნებ ჩავდგე რაღაცნაირად ფორმაში. არ დამილევია უკვე დიდი ხანია ყავა. მოდით დავლიოთ, იმიტომ რომ მე ყავის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და გუშინი. თუმცა ყველაფერი შეგიძლია ადამიანს რა ის ყავა. რაღაც საშინელი ვირუსი დადის გოგოებო, აი დედას გეფიცებით. ყველა ძვალი, ყველა უჯრედი მტკივა. გუშინ მეტად. დღეს ოდნავ უკეთესად ვარ, იმიტომ რომ ცოტა ძლიერი წამლები მივიყარე. გუშინ ვერ ვდგებოდი, საერთოდ არ ამდგარო არ საწყობიდან თუ არ ჩავსვით იმას, რომ TikTok-ისთვის ვიდეო ჩავწერე, აი ოდნავ კარგად რო ვიყავი. მაშინ ვიყავი ფეხზე ამდგარი და ჩავწერე, თუმცა მან ძალიან კარგად მეჭირა სხვათა შორის სათავი. მე ისევ ამიწია სიცხე, ანუ ეს ვირუსი, რაღაცა ვირუსი არის, როგორი გოგოებო, 39-მდე აგივათ 40-მდე, ჩამოგივათ 38-ნახევარზე, კიდე ავა 39-40-ი ჩამოვა. ფაქტობრივად გუშინ დილიდან ღამის, რა ვიცი, 2-მდე ვიყავით ამ რეჟიმში, რომ სიცხე ვერ დავარეგულირე და ვფიქრობდი, რომ თუ ასე გაგრძელდა ღამეც ფიზიკურად ვერ გავუძლებდი, ანუ უკვე მიჭირდა ყველაფერთან გამკლავჯერას ვუმკლავდი, ვერ ვდგებოდი, მაგრამ ვიფიქრე, რომ მე საძრახოს გამოვიძახებ თქო, მერე ტელევიზორში აჩვენეს, რომ გადატენილიაო ხალხო კლინიკები, დიდები, პატარები, არ აქვს მნიშვნელობა, გადატენილიაო კლინიკებიო. ასე რომ რაც არ უნდა თავს გაუფრთხილდეთ, რავი, საიდანაც ეს ვირუსი მაინც მოფრინავს თუ რავი დადის თუ გვესიზმრება თუ საიდან გვხვდება, არ ვიცი ხალხო, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც ჩემი გვარი მეუბნება რა ვირუსიო, კაცო, ისეთ ხლად გაცვიო, გაცივდიო. კაცში გავცივდი, მაგრამ ფაქტია, რომ ის ვირუსი მაქვს, რაც საქართველოს მე მქონი, რა ვიცი. თან გუშინ მარიკო მე მყავდა, ისე მივლიდა ხალხო, მეფერებოდა, დიდი ცუდად ახარ იმდონებდე განიცდიდა ხალხო. ალაგებდა სახლს, ნივთებს, დაბლა რა წყრია, მიუჩინა თავისი ადგილი, თავის ათამაშებს გულისხმობ. რაღაცა ვითომ საწყლოს ასწორებდა, დედიკო ხო კარგად ხარ, მაგრამ ისე ვინერვიული რომ ბავშვი ამას განიცდიდა. და ის არის, დედა არ არის თბილისში და შესაბამისად სამწუხაროდ მარიკო ჩემთან იყო გუშინ ასეთ ვირუსიანთან. დღეს კი ჩამოვა, მაგრამ მაინც რა ვიცი, აბა ლოცულობ რომ ბავშვს არ გადაედოს ხალხო, არ ვიცი. შივა გავაფრინო. მარიკოს რო გადაედოს. ნახოთ, თვალებზე კი მეტყობა ბედნიერება. დედა რა კარგი ყოფილა. რა კარგი ყოფილა, თურმე. თქვენ წარმოიდგინეთ, გამათბობელთან ვიწექი, ფეხები გამათბობელზე მქონა შემოლაგებული, მდონე მციო და მეფარა ენ რაოდენობის გადასაფარებელი ხალხო, საბანი და ვიყავი გაყინული. ვერ მივედი, რომ თერმომეტრი გამეხოდა გამეზომა, ვერ ავდექი, ფიზიკურად საწყობიდან ვერ ავდექი. როცა გავიზომე 39 და რაღაც იყო, დავლიე წამალი, არ დამიწია სიცხე. ან ფაქტობრივად გუშინ უამრავი სიცხის დამწევი მივიღე, ეგრე გამოვიდა.
არ მიწევდა ხალხო არაფრით სიცხე დაბლა არ ჩამოდიოდა, გავგიჟდი. ეხლა გავისომე, ისევ გრძნობრო კანკალი მეწყება, ის გაყინვის ისინი ეთყობა სიცხეს მიწევს. დილა მშვიდობისა, დე. იწექი ცოტა ხანი აქ არის შენი დედიკო, დე. არ მინდა რომ ესე მივიდე. დე, ყავას დავლევ და მოვალ, კარგი? ხო, ჩემო ლამაზ, შენი წექი და მოვალ მე, ჩემო სიცოცხლე, დე. არ დაიჯეროთ ხახრო პირბად რამე შველის გეხვეწებით რა. არ დაიჯეროთ, რომ პირბადეთი რამე ზიცავთ. ისეთ სიტუაციებში შემხვედრია პირბადითაც, რომ თვითონაც გაოცებული ყოფილო არ. ჯერთი ვერ გავიკეთებ, იმიტომ ვერ ვსუნთქა. წამოვხდი. კაცრავად. წამოვხდით. მე თუ წამოხტომა მქვია. მხოლოდ და მხოლოდ ხალხო, იმიტომ ავწიე თავი, რომ მარიკოსთვის ფაფა მომემზადებინა. მხოლოდ იმიტომ ავწიე თავი. თუმცა გუშინ ვერც ეგ შევძელი. სანამ საბოლოოდ დავეცემოდი კვერცხის შემოწვი, მაგრამ აი არ ვიცი. როგორ მივედი გასთან, როგორ რა გავაკეთე, ვის გიდა დაურეკო, ხო ვერავის დაურეკა, მოდიო, ვირუსი რა გაკეთე, ვის უნდა უთხრა მოდიო. გამომიხმატო ჩემ. ვაზელინი დამიფილებს ამას. რაც შეიძლება ხშირად ვანიაოთ ოთახი აუცილებლად. მით უფრო თუ სახლში ჩემნაირი ყავთ, მით უფრო. ანუ გაცილებული ადამიანი. დღეს რაც ავდაგებოდი სამჯერ გამოვაღე გავყინევდა. გადავაფარე ბავშვთა სირავიდან გამიცი. მე ბაღებში ისეთი ვირუსია, ვარც გირჩევთო წაყვანასო, რავი რა ხდება ამ ბაღებში, ახლა არ ვიცი. მარიკო ეს დღე მე არ წამიყვანია ბაღში. ისეთი ვირუსებია, რომ აი ერთი დღე მიყვავსო, ერთი კვირა სახლში ყავს. ერთი დღე წავიყვანთო, ერთი კვირა სახლში აეფრეშიფში ვარ სულ. რა ვიცი ხალხო, რა დაგვეტაკა ეს კოლექტიურად გრიპები, ნუ ზამთარია. გასაგებიც არის. მერე ხალხო ზამთარს არ გავს, ზაფხულს არ გავს, შემოდგომა საერთოდ ამოგვარდა. აი უფრო შემოდგომა კიდე გვაქვს ხოლმე. გაზაფხული საერთოდ გონი აღარც გვაქვს. შემოდგომა კიდე შემოდგომას გავს ხოლმე მეტნაკლებად, მაგრამ ხალხო გაზაფხული საერთოდ არა გვაქვს. შემოდგომა თუ ცოტა კიდე გვაქვს. გაზაფხული საერთოდ ამოვარდა. ანუ მე პირდაპირ ზაფხულით ვიწყებ ხოლმე ცხოვრებას, იმიტომ რომ გაზაფხული არ გვაქვს. ვაიმე რა გავქნა აქ. მიიფარე და შეგცივა ჩემო სიცოცხლე, მიდი. აი შენი გადასაფარებელი აიღე ჩემო ლამაზო. აიღე შენი ის დედიკო. მიდი გთხოვ შეგცივდება მარიამო, მიდი და. აიღე მომეცი დედიკო მე დაგაფარებ. ორი რად გინდა და ერთი გეყოფ. ოპა. მოდი საყვარელო. მოდი ჩემო ლამაზო, აიმე, ლამაზო. ხო და ესეთი ამბები გოგო. მეაჭირიანი გავიბადე. მისთან, ყველა კარგი მოდა და მეტაკოს. მე ავაზე გამახსენდა ხალხო.
ადრე რო იყო ისტერია, ხო იცით, მკითხაობაზე, ანუ აი ჩვეულებრივი ისტერია, პანიკა იყო, რა ვიცი, აი მე ვფიქრობ, რომ ასე აქტუალური არ იყო სოციქსელი და იმიტომ იყო კითხაობა ასეთ მოდი, ყველას აკითხავთ რომ დადიეტა. მერე გამოჩნდა სოციქსელი ესე აქტიურად უკვე და მერე უკვე ტარო გახდა ესეთი მოთხოვნადი, რაღაცა იქ ჰოროსკოპები გახდა, რაღაცა მერწყულის რომ მაინც არასდროს არ დადგა, აი როცა არ უნდა გუსმინო იმას ჰოროსკოპს, აი მერწყული არსად არ ანათებს ეგრე რა, აი შენი წელი დადგა და აბა გილოცავთ და არასოდეს. ისე მეშლება ხოლმე რაღაც ნერვები, რა ვარ თავის დადაუბედურები, რომ ერთხელ ჩვენი წელი არ დადგა. ნუ ეხა მაინც უფრო ტაროზე ძალიან ის არის მოთხოვნა და ხალხი ძალიან ბევრ ფულს იხდის ხალხო ტაროს გაშლაზე, ეგრე კი არ არის. ტარო ძალიან ისე გახდა აქტუალური. აი როგორც ხომ კითხაობა იყო რა. მაგრამ ეს ტარო რო გადავარდება მოდიდან მერე რა შემოვა ვერ გავტყოთ არის. წარბებზე ვკითხაობა რაღაცა ოცრება. სხვათა შორის არის ხალხი ვინც აი როგორ არის იცი ტარო არა, მაგრამ აი ჰოროსკოპებზე არის მიბმული, თავისი პირადი ჰოროსკოპი აქვს შედგენილი და აი ამ ასე ვთქვათ ჰოროსკოპით ხელმძღვანელობს და მე მახსოვს ადრე ამბობდნენ რომ ვიღაც გოგომ შეადგინა თავის პირადი ჰოროსკოპი, ვიღაცამ შეუდგინა მოკლედ. ხო და მოკლედ გაყვა საბოლოოდ იმ ბიჭს, იმიტომ რომ ნუ იმასთან მომავალი დაიხატა ფანტასტიკური მოკლედ და თან ხა შეყვარებული იყო და მოკლედ გადადგა ეს ნაბიჯი და გაყვა სამწუხაროდ ოჯახი დაენგრათ. იმიტომ რომ არ ვიცი რაღაც პრობლემა ჰქონდათ უშვილობის კი არა, მე მგონი ამ ბიჭს ჰქონდა რაღაც პრობლემა, არა მხოლოდ უშვილობის, უბრალოდ ქალთან კონტაქტი არ შეეძლო, როგორც ვიცი დაახლოებით. და ნუ რაღაცა პერიოდის მერე დაშორდნენ, ხო და მე რა ვიცი, ხა ეს ხაპარი რო ჩანდა ამ ჰოროსკოპში მასთან ზღაპრული ცხოვრება რანაირად ჩანდა, ვეღარ გავიგე. ხო და გამოდის რომ ცლად მართალი ყველაფერი ვერ იქნება, მათ შორის ვერც მკითხაობა, ვერც ჰოროსკოპი, ვერც ტარო ალბათ და ვერაფერი დედამიწაზე. არ ვიცი, ისე მგონია მაინც. აი 100%-იანი ესე რომ ვთქვათ. ნუ ყველაფერი ალბათ ვერ აგიხდება, ხვდებით რა, ხაი ყველაფერი როგორ უნდა აგიხდეს, ხო? ალბათ იქნება რაღაც რაც უბრალოდ არ აგიხდება. და ისე არ იქნება. რავი, რაც გაიგო. არიანო ადამიანებიო, ვინც განგებ გიხატავენ ისე ცხოვრებას, რომ მე აზარტში ხარ და უფრო ხშირად მიდიხარ მასთან რა. ნუ ეგეთი ხალხი. ადრე ისეთი რაღაცები იყო ხალხო. ჩემო სიცოცხლე, წამლები დავლიე და მაგით. ეს იმის კამარი არ მიკეთია, ეხლა ამ შეკეთზე ვერ ვიკეთებ და მე უნდა გავიკეთო. ხო და ის არისო რა ქვია. ეს ვამბობდი ხალხო. ხო, ადრე იყო ისეთი რაღაცებიო. ეხლა რო ეგ არაფერი არ არის ხარ ხდება. აიო ვირისთვის რო გადაობთ თქვენო, ხო? რა ვირისთვის მართლა აჭმევდნო და მართლა ესეთი შტერები იყვნენ მე კაცებიო. 1000 რამეს უკეთებდნენ ხალხო, 1000 რამესო ქმრებსო, შეყვარებულებსო, იმასო, საყვალებსო, ნუ ვინც უნდათ რა ის მამაკაციო, რომ რაღაცნაირად დაებათო რა და იმის გარდა აღარავინ აღარ უნდაო მე იმ კაცო. იყოვო, ეგრე იყოვო. ისე კი არა რომ აი უბრალოდ სიტყვის მასალა და არაო. ანუ იმ ქალის გარდაო არავინ აი დააჩუჩიალებდნენ ამ კაცებსო. თავის ჭკუაზე მთავარია გვერდში ყოლოდათ თორე ის არის მაგაზე აღარ იყოვო ის არა მამაკაცი არა. აიყვე ისე იყო რომ დაჩიავებულიო რაღაცნაირად რომ იმის გარდა აი დაშტერებული დადიოდაო არავინ არ უნდაო. სულ ფიქრო კაცო აი ეგეთი კაცი რატო უნდა გინდოდეს. აი
რატო უნდა გინდოდეს ეგეთი და ჭიანჭველა დახოხავს და აი რაში უნდა გჭირდებოდეს. მაგრამ ალბათ არიან ქალები, ვინც ძალიან დომინანტები არიან და ურჩევნიათ, რომ ყოველთვის ყველგან ყველაფერში იყვნენ ლიდერები და არ უნდათ ისეთი კაცები, ვინც რაღაცა ურჩევნიათ, რომ პირიქით იყოს. არ ვიცი. თუმცა დომინანტ ქალებს ეგეთი ჩუჩელებიც არ მგონია მოწონდეთ. იმიტომ რომ შენ თვითონ რო იცი რა არის ეს რაღაც, მე არ მგონია რომ ეგეთი მოგეწონოს. აი არ ვიცი რატო უნდა გინდოდეს, არ ვიცი. რაში უნდა გჭირდებოდეს გაფიცებთ ახლა ისეთი კაცი, რომ გადაჭდება, გადმოჭდება, არ დალიო ახლა წარფს რო აუწევ და შიშით მოკვდება. ეხა დალიე რას ქვია, აი რაში უნდა გჭირდებოდეს ეგეთი კაცი ზოგადად. ნუ ეხა სმარო საქართველოში კულტად არის ქცეული სამწუხაროდ, მაგას თქმა არ ჭირდება სამწუხაროდ. ნეტა საერთოდ გადაშენდებოდეს მის რაღაცები, იმიტომ რომ კულტურა, სმის კულტურა სამწუხაროდ ქართულმა მამაკაცებმა გადაიყვანეს ლოთობაში. იმიტომ რომ სმის კულტურა ჩვენ აღარა გვაქვს უკაცრავად. აღარა გვაქვს. ზღვა არ გადასული ხა საცივიდან რო გაწევინებენ თავს და წამოგათრევენ სახლში, ესე იგი შენ უკვე აღარა გაქვს აღარაფერი. გალოთებულია საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი. ეხლა მასეთებს კი უნდათ 1-2 ვირი. ვირის twini. ახო და მაგას ვამბობ, რომ აი ყველაფერი, მაგრამ აი ეგეთი მთლად ეგეთი სუსტი მამაკაცი მე ალბათ ვერ წარმომიდგენია მყავდეს გვერდით, აი ეგეთი ჩოჩიალა, რო ვიცი რომ ეხლა დავხედავ სადაც უიდე და რაღაცა წამლის დრო მოვიდა და ჩაუყდით დავალევნებ, აი არ ვიცი რა, ახლა რას ალევინებენ და უსმევენ რამეს თუ რა არის და ახლა მაგას ჩემ ჭკუაზე ვატარებ, მგონია რომ კატასტროფაა, ეხლა ეგრე ვიღაც ატაროს სულ შენს ჭკუაზე, იმიტომ რომ ყველას თავისი ჭკუა აქვს და მე მაგათად არ მინდა ყველამ ჩემ ჭკუაზე იაროს, იმიტომ რომ ყველამ ჩემ ჭკუაზე რო არის დაიღუპა საქართველოს კარი, იმიტომ რომ ყველას ინდივიდუალური აქვს. ხო და მე რაც მინდა ყველას ხო იგივე ვერ ენდომება. ხო და თავისი ჭკუაც ხო უნდა ქონდეს, თავისი აზრი უნდა ქონდეს ადამიანს, ხო შენ ხანდახან ისეთი რაც მიფიქრია, რომ მე მომისმენია დედისთვის, მამისთვის თუ ქმრისთვის თუ არ აქვს მნიშვნელობისთვის და მიხვდარ რომ ხო რაღაცა არ არის სწორი, მე რაც ვიფიქრე და მოდი ამ კუთხით შევხედოთ. აი ნუ ხო ხვდებით რა. ხო და რაღაცებს რო აჭმევ და გამოტენი და თავში თვინი ხარ აქ იმარავ და გაგიკეთოს გეყვეწები და აი ჰოპ იცი ყველა დროზე რო ეტყვი და წავიდა დიპიტაუნ. აი რა ვიცი, აი ეგეთი კაცი რაში უნდა გჭირდებოდეს, მაგრამ კაცებიც იყვნენო, ვინც აკეთებდნენო. მე და კობა ვიმღერეთ ეკო. შენ და კობა ვიმღერეთ, მოგიკოდა დედა. აი მე რა შეშუპებული მაგსახე ხალხ. ქალებსაც უკეთებდნენ, აი წარმოვიდგინეთ. კაცი რომ მიდის თავ მოყარე რომ გონია რომ აი ხა მის გვერდით ქალი ხარ და რაღაცა წამლებით რომ ფაიმე თაბოდა მე ხო სიცხეს მიწევს უჭო წამლებით რომ გჭყიპავს რომ იმას ქნა რა ქვია თავის ჭკუაზე გარბენინოს შენ წარმოვიდგინე ვისგანაც არ ელოდები, ალბათ ის გაგიკეთებს. ყველაზე მეტად ეგეთ რაღაცას. ყველა ჩვენი გწევია. კიდე ამბობენ ხოლმე, რომ აი უფრო საყვარლები აკეთებდნენ რა ეხა ეგეთ. სად უნდა დაყარო მერე და აქ მოაგროვე, კარგი? უფრო საყვარლები აკეთებდნენ ხა ცოლები ნაკლებად, ხო რომ მერე ხო და თავისთან წაეყვანათ. ის ცოლი კი არის გადარჩენილი. ეგეთი დებილი კაცი ამის განწავა, მაგრამ ის საყვარლის რა გიქნა. არ ვიცი ხალხო. ეგეთი კაცის და ქალიც ჩვენგან შორს. ვერავის ვერ დაუკრავ ტაშს, რომ გავიგო მაგალითად, რომ
გაუკეთა კაცს, ან გაუკეთა ქალს, ან შეყვარებულს. არა მშობლების ისეთ კიდე გაუკეთა. აი ვერ მივესალმები კი არა, ეგ რო გავიგო, რომ ხა უცხორაში მაინტერესებს, მაგრამ აი ჩემმა ახლობელმა, ნაცნობმა, მაგრამ შევა თვით ვითრიო ხალხო. აი ეგეთი რაღაცა რომ გავიგო, ანუ იმდენად შემზარავია ეგ, რომ არ სხვათა შორის არ მიწყინოთ, მაგრამ ამბობენ, რომ კახეთში იყო, აი ძალიან, აი როგორც კლანიო ეს ვირისტვინების ამბავია ხა. ზაკო, მოვადე, ვაიმე ხალხო, ზაკოს გარეშე ვერძლებს ბავშვი და თქვენ წარმოიდგინეთ საბერძნეთში რომ წავა ამ ბავშვს და დაემართე. მოვა საყვარელო, მოვი. რაღაცები იყიდა. ხო და ისა. არ მიწყინოთ ხალხო. ამბობენ თორემ ეს ერთ არ ვიცი ვირისტვისად იშოვება. ხო და ეხლა უფრო მეტი ვირი როა კახეთში მაგითომ არ ვიცი. უფრო იქით იყოვო ზონაო მაგისიო, რომ აი ძალიან აქტუალური იყოვო. ეგეთი რაღაცები. თუ გინდა სხვა გაყოფილიყო არც ეს ვარიანტი კაი ამბავი არ არის, სადაც კიდე გიყიდი ახლა. ვირისტვინი კი არა წამალის გადავყლაპე ისე მტკივაყელი. ვირისტვინი მაგრამ ესე ჩემჭყვასი არა ვარ. მაგრამ ხო არიან რა, ვით ამ ყველაფერს უკეთებს, თავის მეორე ნახევარ შეყვარებულს საყვარელს რა, ვით ხალხო არ აქნათ თუ იმე ვიყურებთ აპირებთ არ აქნათ. ეგეთი დებილი მალე მოგბეზრდებათ. დიდი ალბათობით. რა. შუნა გიჭირდებოდეს ეგეთი ხოხიალა. თავი რო გაჭირვებე და დავარბაცებს აქეთიკით. რო დაუპარებ. დამაყვედრე ჩახოხბილი. მოვა ლაბადამსაცი და რომ მოხვალ და არ არის. ჩახოხბილი. გაფენილი რო ყავს. ვიცი ჩემო საყვარე. ჩახოხბილის გამო რო ურტულացუნებ. აი მედედა. ამდენი 1-3 დღე არ ვიცინია. აი მე არ ვიცი ხა თქვენი, მაგრამ მართლა ბევრი ამბავი გამიგია მსგავსი, რომ აი ვიღაცა იქ წავიდა რაღაცა. კითხვების თემები ბევრი გამიგია მოკლედ. აი უფრო მახსოვს იმაში რა ქვია, სოფელში ვიყავით და გაიხსენეს ავდექიდო დილის 6 საათზე. ცოტა შორს მივდიოდითო. ჩავსხედითო. დავირაზმეთო. და წავედითო. 1-4 ადამიანი. კაცი ხალი ხალხო. არ დაგხვდაო, დაგხვდა წასულიო. წამოვედით უკანო. ერეო. წავედით ერთი დიდი, აი გურზავიკები რო ერქვა ადრე ხო გახსოვთ დიდი კუზავები რო. მაგითო გვი ნახევარი სოფელიო. დავირაზმეთო, ვიჯექითო იმ ხელარიგში. იმ ხელარიგშიო. ძლივს ამოუსწარეთ სხვა ძროხასო. გოგო რასიჩი. დადა რასიჩი. აი ხალხო ბოდიში. ხო გახვენებს. ბოდიში ხალხო. ხო და წარმოდიეთ ახლა დილით წასულები, აი რობნელა ჯერ. 9 ძროხა ბოდის 7-8 საათზე, 9 საათზე. 9 არა ბოდიში 7-დან 9:30-მდე. წარმოიდგინეთ ახლა რა მდგომარეობა იქნებოდა რამდენი საათი ინჟინერიკში. სასწაული ამბები იყო. აი თუ გინდა რომ ისტორიები რაღაცები გაიგო, სოფელში უნდა დაჯდე და მოაყოლო ცოტა დიდ თაობას რა, აი 1000 რამეს მოგიყვებია. 1000 რამეს. და ისე მიყვარს მაგათან კონტაქტი, სოფელში ჩავდივარ ხოლმე. ბებიას ვეუბნები მოიყვანე ქალები და ვეჭრაო. დედკოს უკვე ნაგონებია. აი მედედა.
მომეცი მივირთვადე? არა, დედა, ჯერ უნდა ხო, კარგი საყვარელი. აი, რაოდენია? შეხედე? სხვათა შორის ხუმრობა იქით იყოს და ჩემი ახლობელი ყვებოდა, რომ ვიყავიო, კითხავთანო, რაც მითხრაო, აი, ჩემი მომავალიო, რაც მითხრაო, ყველაფერი ეტაპობრივად ამიხდა. აბსოლუტურად ყველაფერი ამიხდა. სამწუხაროდ ცუდი რაღაცები უთხრა და ის აუხდა, მაგრამ ანუ ზოგადად საუბრობდა, რომ ამიხდაო და ალბათ არის კაცო რაღაც, რაც ემთხვევა კი არა, რასაც ხედავენ რა, არიან ალბათ ესე ადამიანები. მე მეგონი მოყოლიცნობს, მოდი ახლაც მოვყვები, რადგან ამ თემაში ვეხეთ. ხო, არა დედიკო. რომ ბიცლო ჩემთან ცხოვრობდა ერთი გოგონა, მე გეუბნები ძალიან დიდი წლების წინაში ბავშვი ვიყავი. ვაიმე ჯანმრთელობა ეს თუ გამიცივდა დავიღუპე. ხო და მირეკავ ჩემი ბიძაშვილო. ვაიმე არ დაჯექი, ახლოს ნუ მოდიხარ ჩემო სიცოცხლე, გრიპი არ გადაგდოდე, გაიწიე ჩემო სილამაზე, მიდი. ეს არ იმასქნა, არ გადმომიყარო, დაჯექი დედიკო. მადლობა დე. გადმოდიო. ერთი გოგოაო და ნუ მოკლედ გადავედი. ბიძა ჩემთან ცხოვრობდა ქირით ეს გოგონა და მოდი, ნუ გამარჯობა გავიცანე ხა ეს გოგონა. ყავა დალიეო, მითხრა და იმას ქენიო და დაანებეო თავიო რა. მოკეთ ყავა დავლიე. ხო და всё, დავანებე თავი, გადავატრიალე, შეეშვი, დავანებეო თავი, აღარ აწიო ხელში ჭიქაო და ეს ხალხო აი ჭიქა, სადამაკ ჭიქა. ჩაიხედა და დადგა. როგორ გონიათ რომ მიაშტერდა რა, მე ჩაიხედა და დადგა. და მე მიყურეო. და მე შიშით მოვკვდი. გავცრა. ცოტა გვიან გათხოვდებიო. ჯერ არ იცნობო შენს საქმროსო, მომავალ ქმარსო, მე გეუბნებით მაშინ იყო ხალხო ბავშვი. ერთ შვილს ნათლად ვხედავ, ახლა როგორც შენ ხედავო ეგრეო, მეტსო ჯერჯერობით ვერ ვხედავ, მაგრამ ერთი უეჭველი გეყოლებაო. არ იქნები მილიონერი, მაგრამ არ იქნები აი გაჭირვებული და ის. გეყოლებაო, შეზე ცოტა დიდი ქმარიო. და ისეთი მზრუნველიო, აი ბავშვს რო არ შესწივდეს და მიაფაროს რამეო და ჩაიხუტოსო, აი ეგეთი ქმარი გეყოლებაო, ანუ მზრუნველიო. მაშინ რო ეგ მითხრა, რა თქმა უნდა, იმის მერე იმდენი წელი გავიდა, რომ ცოტა გვიან გავთხოვდი, რა თქმა უნდა. ცოტა დიდი ქმარი მყავს ჩემზე, 1 და 2 წელზე მეტად დიდი. ერთი შვილი მყავს. მილიონერი არ ვარ, მაგრამ ჯვარი მწერია ისე მიჭირდეს, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს სამწუხაროდ და არის ძალიან მსრუნველი. ნავი დასკვნები თქვენ გამოიტანეთ, ალბათ არის რაღაც, ხო, არ ვიცი. ხო და ვისაც რა უთხრა იმ გოგონებს, ვინც იქ ვიყავით, ყველას ყველაფერი აუხდა. შეხოთაშორის. ყველას მერე. ოღონდ ეს ამბავი ხალხო, მერე ამომიტივტივდა უკვე როცა აი შეუქმენი ოჯახი, აი მერე უფრო მერე რა. თუმცა პერიოდულად მაინც თითქოს მახსენდებოდა ხოლმე რომ აი გოგომ რომ მითხრა. ნუ მერე გადავიდა ის გოგონა და ნუ არც ვიცი ახლა მისი ცხოვრება როგორ გაგრძელდა, ცოტა ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. მაგრამ ფაქტია, რომ ჭიქაში არ იყურებოდა რა, აი ჩაიხედა და მე მიყურავდა მე. რა არის და რას ხედავენ ამ დროს ადამიანები, იცი ძალიან საინტერესო. სულ მაინტერესებს ხოლმე რომ რას ხედავენ ესე, აი ხო ხვდებით გიყურებს და რას ხედავს, ანუ რას ესწავლია ხო? მოკლედ დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა ახლა ვინც მიყურებს და უძლებს თქვენს აი ვიზუალს და ჩემ ხველებას. ბოდიშს გიხდით.
ყველას დიდი მადლობა ჩემთან ყოფნისათვის. ყველას გემშვიდობებით. ხვალ იმედი მაქვს, რომ უკეთ ვიგრძნობ თავს და უკეთესი ენერგიით დაგიბრუნდებით და უკეთესი ვიზუალით. დღეს მომიტევით. დღეს კარგად იქნები. კი, ჩემო სიცოცხლე კარგად იქნება. დროებით.